სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. რუსი მწერალი წვალებელი ტოლსტოი ამბობდა ასეთ რამეს. ის დღეს დიდ მწერლად არის მიჩნეული, იმიტომ რომ აქვს შედევრები, რა თქმა უნდა, მაგრამ აქვს ძალიან ბევრი ბინძური ნაწარმოები. ასეთ რამეს ამბობდა და ბევრი უსმენს მას დღესაც, რომ სახარებაო ძალიან კარგი წიგნიაო. მადლობა ამისთვის რომ აღიარებს, მაგრამ შიგ რაც წერიაო, იმის შესრულება ძალიან ძნელიაო. რა თმინდა ესეთი წიგნი, თუ იქ რაც წერია, ის არარეალურია და ვერ შევასრულებ. ამერიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი თომას ჯეფერსონი 4 ენაზე კითხულობდა სახარებას: ინგლისურად, ბერძნულად, ლათინურად და ებრაულად. დააკონსპექტა ის სახარება დღეს კონგრესში ინახება. დააკონსპექტა სახარება სწავლებები, დარიგებები, სასწაულებები, განკურნებები. მაგრამ რა დგინდა? იმ სახარებაში ვერ ნახავ ჯვარცმას, ვერ ნახავ სინანულს. იქ არის როგორც სიბრძნის წიგნი, ისე სამაგიდო წიგნად არის გადმოცემული სახარება. სახარება, ჩემო ძვირფასებო, დაიმახსოვრეთ, სინანულის და ჯვარცმის გარეშე არაფერი არ არის. უბრალოდ არის ერთი სიბრძნის წიგნი და მეტი არაფერი. სადაც არ არის სინანული და სადაც არ არის ჯვარცმა, იქ არაფერი არ ხდება. დღევანდელი დღე არის ზუსტად თხრობა არა მარტო ვიღაც ერთ პიროვნებაზე, არამედ მთელი საკაცობრიო თხრობაა ეს, თუ მთელმა კაცობრიობამ, დღეს 8 მილიარდი უკვე მეტია ხო მოსახლეობა, ჩვენი წილი გამოვითხოვეთ ღმერთისგან, ის ნიჭები, ის წყალობა, სიკეთე, მადლი და გავფლანგეთ ამაო ცხოვრებაში, უცხო ქვეყანაში. უცხო ქვეყანაში იგულისხმება ეს რომ კონკრეტული ქვეყანა არ არის. ის ცხოვრების რეჟიმი და წესი, სადაც არაწმინდებით ცხოვრობენ. რას ნიშნავს არაწმინდება? ვინ არიან წმინდანები და ვინ არიან არაწმინდანები? არაწმინდები. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს უფლის ნებით და თავისი ნება დაუქვემდება რა უფალს, ის არის წმინდანი. ასე ეწოდებოდათ პირველ საუკუნეებში ქრისტიანებს წმინდები. მაგრამ ვინც ცხოვრობს ისე, როგორც მას მოეპრიანება, ესე მინდა და მორჩა, განსაკუთრებით არ ეწყინებათ, ახლა ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან ლამაზი ბავშვები, არ ეწყინებათ, როცა ამბობ, რომ მამა ვინ გეკითხება შენ, დედა ვინ გეკითხება შენ, ახლა ესე დრო მოვიდა რა, ჩარჩენილები ხوار უნდა ვიყოთ 90-იანებში არა, რაღა დროს მშობლებთან რაღაც საუბარია და შეკითხვები და ჩვენ იმდენი წიგნები გვაქვს წაკითხული, იმდენი რამე გავერკვიეთ, რომ აღარ არის საჭირო მშობლებთან კონსულტაცია და რჩევა დარიგების მიცემა. აი ეს ადამიანი, რომელიც სიმბოლურად ჩვენ განგვასახიერებს, უმცროსი შვილია. მოითხოვა წესით ებრაული კანონებით უფროს ძეს 2/3 ეკუთვნოდა, უმცროს ძეს ეკუთვნოდა 1/3. და მან ნახევარი მიიღო ქონებიდან, მამის სიყვარულს დაუკვირდით რა. ნახევარზე მეტი მიიღო ფაქტიურად და წავიდა და სიძვაში, მრუშებაში და მოკლედ ცოდვილ არაწმინდა ცხოვრებაში გაფლანგა. ჩამოვარდა სიყმილი, ანუ გაჭირვება, ჩვენ როგორც ხშირად გვინახავს და ზუსტად ეს არის პირველი იმპულსი სოს, რომ საჭიროა სინანული, საჭიროა გაიხსენო. საიდან ახარ შვილო? ვინ არის შენი მამა, ვინ არის შენი დედა და სად ახარ? ადამ სად ახარ გახსოვთ ხო? პირველ რიგში როგორც კი დაინახა ღმერთმა, რომ ადამიანი დაეცა, მაშინვე ეკითხება სად ახარ? ის კი არა რომ შესაზიზღაროშე, ცუდო, არა, სად ახარ? არო რას აკეთებ? დაფიქრდი, ეს პირველი ნაბიჯი შეგეშალა და მეორეც არ უნდა შეგეშალოს. დაუკვირდი რას აკეთებ. და როგორც კი წარმოიდგინეთ უცხო ქვეყანაში დაუდგა მოჯამაგირეთ იმ მოქალაქეს. ეს არის არაწმინდა სული, რომელმაც ის განაწესა ღორების წყემსად. ღორებია ნახსენები, იმიტომ რომ ღორი სჯულის მიხედვით უწმინდური ცხოველია. ითვლება როგორც უწმინდური ცხოველი. და ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ არამთუ ჭამა, არამთუ მისი მოვლა და
სახში მოშენება. ანუ აქ უნდა დაგვანახოს ლუკა მახარებელმა რა უსასტიკესად, რა სიბინძურეში ჩაეფლო ადამიანი. აი ყველაზე უკიდურეს დონეზე დაეშვა და ჭამს ღორების საჭმელს. რქა, ესეთი რკოსავით საკვებია, რამდენიც გინდა ჭამო, მუცელი გევსება, მაგრამ ვერ ზღები. ანუ სოფელი არის გაუმაძღარი. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუმძღომელი. რამდენიც გინდა გაერთო ამ სოფელში, რამდენი სახლი, კარი, მანქანა და მოკლედ რას გინდა გააკეთო, მალე გწყინდება რა, მაინც მოყირჭებადია, მაინც ხვდები რომ არარაობა ხარ და შენში იღვიძებს სინანულის გრძნობა, ვინა ვარ, საიდან მოვდივარ და სად უნდა ვიყო. მე წინა კვირას ვიქადაგე ამ პარტავნებაზე, მეზორე და ფარისეველზე, ბევრი გამომჩა კიდე, იმიტომ რომ მე 7 სიმპტომი გითხარით ამ პარტავანი ადამიანის და ერთ-ერთი სიმპტომი, რაც ყველამ უნდა დავემახსოვროთ, არის რეალობის რეალობას რო დაკარგავს ადამიანი, რეალობის არახმა. ეგ არის ამ პარტავანი ადამიანი ვერ ხვდება რა არის რეალობა. იმიტომ არის ამდენი დეპრესია, ამდენი ნერვოზი, შენი სურვილები სხვა არის, რეალობა სხვა არის. და მე დადიხარ და ყვირიხარ, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. აი ესეთი მდგომარეობა, ეს არის ამ პარტავნების პირველი სიმპტომი, რომ უძღები ხარ, ცოდვილი ხარ, შენ თვითონ ცხოვრებაში ხელი მოგეცარა, ღორების მწყემსი გახდი და ამას აბრალებს ხვას, რომ აი ეს ჩემი ბრალი კი არ არის, კაცო, აი ახლა ჩვენ მოვალთ სათავეში და ასე ყველაფერი კარგად იქნება. უძღებმა შვილმა საკუთარ თავს დაუწყო ყვედრება, მე შევწოდე ცის მიმართ და ჩემი მშობელის მიმართ. ეხლაო მამა ჩემი სახშიო, ადამიანებიო, მონებიო, პურს ჭამენო და მე კიდე აქ ღორების საკვებით ვიკვებებიო და რა გააკეთა? დაიძრა მამისკენ. მამა, ყველა მამა ჩემო ძვირფასებო, ვინც მამები ბრძანდებით, ყველა მიცით რომ ყოველთვის ელოდება შვილის კარგ საქციელს, გამოსწორებას. მამა დედა უფრო წიწინებს, ხო, დედა უფრო აი ისე და მამა ჩუმად არის. არ გეგონოთ ჩემო ძვირფასე რომ მამები რაღაცა ცივგულები ვართ და ახან ყოველ დღე არ ვეუნებით დამირეკე შვილო, დამირეკე სადახარ, არა. ჩვენ ღმერთს ვაბარებთ ჩვენ შვილებს და ვეუნდებით ღმერთო, მისი წმინდანის მეოხებით დაიფარე ჩემი შვილი. და მამა როგორც კი იგებს რომ შვილი ბრუნდება, გამოქანდება, გამოიქცევა, თქვენ ხატი გინახავთ, აგერ არის დაბრძანებული და იხუტებს თავის შვილს გულში და შვილი აღიარებს. ეს აუცილებელია ვიცოდეთ ჩემო ძვირფასებო, სამი მდგომარეობა არსებობს სინანულში. პირველი სინანული, საყოველთაო სინანული, სუფრაზე რო გვემართება ხოლმე კაცებს ორი ჭიქის მერე, რომ აუ რა ცოდვილი ვარ, კაცო, ოხ ცოდვილი ვარ რა, ცოდვილი ვარ, ამდეხანია, ჩემ მამაოსთან არა ყოფილი ვარ, ტყუი ვარ და გამთავრდება ყველაფერი. მეორე მარხვაში სინანული გვაქვს, მოვედით ახსარება ვთქვით მამაოსთან, ნიანგის რემლები ჩამოგცვივდა, დამთავრდა მარხვა და ისევ უძღები ვართ, ისევ ფარისევლები ვართ და ასე შემდეგ. მესამეა მთავარი ჩემო-კარგებო, სინანული ახსარება კიდევ გავნმარტავ რომ არის აღმოთქმა, აღმოსარება, სარი, იცით ხო, აი დუდუკებზე რომ მღერიან ხოლმე, ქსოვრელები. დილის ბებერ მეზურნეებში თუ გნებავთ, ნახეთ, ძალიან საინტერესოა, აი რაღაცნაირად ხორციელი სინანულია ამაში, რაღაც გამოხატული, დაღლილი კაცის ფსიქიკა არის ამოღებული, მაგრამ ჩვენი ახსარება სხვა არის, ჩემო-კარგებო, გულიდან ამოღებული. აი გულიდან რომ ამოიღებ და რო ეტყვი მრევლს, ახლობლებს, მეუღლეს, არა ვარ კაი კაცი, არა ვარ კაი ქალი. ხალხს კი კარგი გონი ვარ, მაგრამ არა ვარ კაი კაცი. ცუდი კაცი ვარ. მე რა შემოსილი ვარ, ჯვარი მიკეთია, მე რა თანამდებობის პირი ვარ, ხალხს უყვარ ვარ. არ შეგეშალოთ ჩემო ძვირფასებო. ხალხს შეიძლება უყვარხართ, მაგრამ ღმერთს შეიძლება არ უყვარხართ რა. თავარია რომ ღმერთს უყვარდეთ და ღმერთს უყვარვართ მაშინ, როცა 180 გრადუსით ხდება ჩვენი შემოbrunება. თომას აპოკრიფული სახარება არსებობს და იქ არის კარგად აღწერილი. როცა შენი მარჯვენა გახდება მარცხენა და მარცხენა მარჯვენა, ესე იგი შენ მონანებული მოინანე. ანუ რომ შემოbrunდები, მარცხენა და მარჯვენა შეიცვლება, ხო? ეს არის მონანიება, ეს არის შემოbrunება
ღმერთისკენ თლიანად და ეს გააკეთა უძღებმა შვილმა. ეხლა რაზე მინდა რომ გავაბახვილო ყურადღება ამას თქვენც კარგად წაიკითხავთ, აღარ მინდა დრო რომ დავკარგო. თქვენ რომ მოინათლეთ, არ გახსოვთ, პატარები იყავით, მაგრამ შეგახსენებთ ეხლა მე. როცა მოძღვარმა გცხოთ მირონი შუბლზე, ასეთი სიტყვები თქვა. კარგად დაუკვირდით. ბეჭედი მონიჭებულ არ სულისაწმინდისა მიერ ამინ. შუბლზე, რატო? იმიტომ რომ არ იფიქრო რომ იმას რო აქ მე რატო არა მაქვს. კაინივით რო არ იფიქრო და შურიანი რო არ იყო, შუბლზე გაცხობენ ჯერ პირველად მირონს, რომ შენი გონება განიწმინდოს შურისაგან, რისხვისაგან და ბოროტი აზრებისაგან. მერე გაცხებენ თვალებზე. რატო? რომ სიბინძურეს და სიბილწეებს არ უყურო. დაიცვას ღმერთმა შენი თვალები. გაცხებენ პირზე, რომ სიბილწეები, ჭორები და განკითხვები არ ამოვიდეს შენი ბაგეებიდან. გაცხებენ გულზე, რატო? რომ შენი გული განიწმინდოს და ღმერთის მადიდებელი იყოს შენი გული და შენ გულში შემოვიდეს იესო ქრისტე. აი რუსული იგავარაკია კრილოვის წერემოკ ესეთი აი იზბუშკა პატარა ხოხი, სადაც დათვი, ბუზი და უამრავი მწერები და ცხოველები არიან დაბუდებულები. ის წერემოკი, მაპატიეთ რუსულად რომ ვამბობ, ხო, ეს ხოხი არის ჩვენი გული, სადაც ბევრი ესეთი ცხოველები არიან დაბუდებულები. აი ამიტომ მირონის ხება ხდება ასევე გულზე. ხდება ხელებზე, ცხება, რატო? სხვის ჯიბეში რომ არ ვაფათუროთ ხელები. ალბათ ამაზე თქვენ არ გიფიქრიათ და უძღების შვილობა და სინანული მაგას ნიშნავს, რომ დღეს აგვახსენდეს ჩვენ, რომ რატო გვაცხო მოძღვარმა ეკლესიამ მირონი ამ ადგილებში და ფეხებზე. რატო? რომ არ წავიდეთ საქურდავად, რომ არ წავიდეთ უაზრო ადგილებში და ტყუილად რომ არ ვიყიალოთ აქეთ-იქით, რომ არ ვირონიოთ აქეთ-იქით და უფლის გზაზე რომ ვიაროთ. და საინტერესოა რა, და კარგია რომ მოძღვარმა ეს ყველაფერი ჩვენ ნათლისღების დროს განგვიმარტოს და არა მარტო რაღაც, რა ვიცი, რა როგორც ხდება ხოლმე სამწუხაროდ რა. თუ შენ ამას აუხსნი მშობლებს, ნათლიას და ბავშვი რო წამოიზრდება და ეტყვი რომ შვილო, იცი რომ შენი შუბლი მირონცხებულია. ჩვენ გვეშინია ანტიქრისტეს ბეჭედის, მაგრამ იბისი არ გვეშინია რომ მე მირონცხებული ვარ და ამ მირონს რომ მე ვბილწავ არასწორი აზროვნებით, არასწორი ხედვებით, არასწორი საქციელით, არასწორი საქმიანობით, ამისი კი არ მეშინია, მაგრამ მეშინია ანტიქრისტეს ბეჭედის. თუ თქვენ შეურყვნელად დაიცავთ იმ ბეჭდებს, რომელიც ჩვენ მოგვეცა ჩვენ სხეულზე, ვერ შეგვაშინებს ჩვენ ვერანაირი ანტიქრისტე და ასე შემდეგ. ცრემლები წამომივიდა, რო წავიკითხე, რომ ჩააცვით მას სამოსელი პირველი. ეს არის ჩემო ძვირფასებო, აი რაღაც კულმინაცია დღევანდელი სახარება. სამოსელი პირველი რა არის? ის შეურყვნელი მდგომარეობა ადამიანს რო ქონდა სამოთხეში და რომელიც ჩვენ დაგვიბრუნდა ნათლისღების დროს. აი თეთრ კვართებს რო აცმევთ ხოლმე ბავშვებს, რა კარგი სანახავია რა, თეთრი კვართი ჯვრით. ეს არის სამოსელი პირველი, რომელიც უნდა აღდგეს ნათლისღების დროს. ბეჭედი, ეს არის ნიშანი. ეს არის ნიშანი. ეხლა მინდა მამაკაცებს შეგეკითხოთ. არ გეწყინოთ ეხლა, არ გაგეცინოთ. რას ნიშნავს ხელზე კალიცო რო გიკეთიათ? რას ნიშნავს, იცით ეგრო? დამთავრდა შენი თავისუფლება. ხო, დამთავრდა შენი თავისუფლება. ნუ გაიყურები აქეთ-იქით. ყველაზე ლამაზი არის შენი ცოლი. და ის მოგცა ღმერთმა შენ შემწეთ, ნერვების მოსაშლელად კი არა. შემწეთ. რომ როგორც სარკეში გაასწორო შენი კაცობა და ცოლი რო გეუბნება რომ არ გიხდება, არ ჩაიცვა კაცო. რო გეუბნება რომ ბევრი აღარ დალიო რა, შენთვის გეუბნება. მაგრამ არ გვესმის და მე სამონტყოფოში რომ მოვა და წყევლის ხო გეუბნეოდი არა? ხო გეუბნეოდი. არ უნდა იყოს შემოძვირფასება. ეს ბეჭედი ნიშანია რომ მართლმადიდებელი ვარ. ნიშანია რომ მე ქმარი მყავ, მე ცოლი მყავ. დამთავრდა აქეთ-იქით ნუ გაიყურები რა. ორჩა, გაასწორე შენი სწორება იმ ქალისკენ და იმ კაცისკენ. ხამლები რას ნიშნავს? მონებს ფეხზე არ ეცვათ. და ხამლი ეს არის რომ შენ დაგიცვას, თავისუფალი ხარ უკვე, რომ ეკლები არ შეგერჭოს და ფეხები არ დაგიზიანდეს და თავისუფლად იარო უფლის გზაზე.
ეს არის ძალიან საინტერესო. ეხლა ვფიქრობ, უფროს ძეზე ვილაპარაკო რამე თუ არ არის საჭირო. მაგრამ არის საჭირო. უფროსი ძე ძალიან ცუდი კაცია. ეს არის იუდეველი, რომელიც მამასთან არის, რჯული აქვს, ყველაფერს იცავს, კარგად არის, მაგრამ მონურად ემსახურება მამას. მონურად. და როგორც კი გაიგებს, რომ ისი უმცროსი ძმა, უძღები, ცოდვილი, არაწმინდა, ანუ წარმართები დაბრუნდნენ მამასთან, კი არ გაუხარდა და კი არა თქვა, რომ აკარგია, ჩემი ძმა დაბრუნდა. არა, მე მამას საყვედუროს რომ თელი ცხოვრებაო, შენ გემსახურებიო. ერთი თიკანი დაუკვირდით, თიკანს ითხოვს და არა ცხვარს. თიკანი ურჩობის სიმბოლოა. ძმაკაცებთანო ერთი თიკანი არ დამიკალიო და ისო დაბრუნდაო და ზვარაკი ჭამებული დაუკალიო. ზვარაკი ჭამებული არის იესო ქრისტე. რომ ბრუნდებით, ყველა თქვენი მოსვლა ეკლესიაში არის უძღების შვილის მოსვლა და ჩვენ გაჭმევთ, იღებთ, მაპატიეთ, გაჭმევთ, იღებთ სისხლს და ხორცს იესო ქრისტეს. გესმით, აი, ყოველი კვირა არის უძღების შვილის კვირა. რამდენი თქვენ მოდიხართ, მე ესეთი წესი მაქვს. დიდი ხნის ბრეული რო არ მოსულა, საქმეს კი არ ურჩევ, რომ სად იყავი და რაღაც. არა, მოდი გაზიარებ, ძმაო. და თვითონაც რცხვენიათ ხოლმე, მაზიარებ, მამაო, ხო, გაზიარებ, შვილო. დაკარგული იყავი და მოხვედი, გაცოცხლდი და უნდა გაზიარო, გადასხმა გაგიკეთო, რომ კიდე არ დამეკარგო და კიდე არ, თორე დიდი ჟურნალის კანონის მიხედვით, რომ აღვასრულოთ ჩვენ ზიარება, აქ რამოდენიმე კაცი დარჩება წირვაზე, ნამდვილად ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ეკონომიას ვიჩენთ ჩვენ და გიხუტებთ გულში და გეფერებით და ამით დავამთავრებ. 5 განსაკუთრებული რამ შექმნა ღმერთმა. ამაზე მინდა რომ დღეს დაიმახსოვროთ თქვენ. ღმერთმა ყველაფერი კეთილად შექმნა, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული 5 რამ არის დასახელებული წმინდა მამების მიერ. ეს პირველი გახლავთ ადამიანი. ყველაზე საოცარი ქმნილება ეს არის ადამიანი, რომელიც არის მიკროკოსმოსი. ადამიანში არის ზეცა, ადამიანში არის დედამიწა, ადამიანში არის ჯოჯოხეთი, ადამიანში არის სამოთხე, ადამიანში არის სიძულვილი და ადამიანში არის სიყვარული. რა პასუხისგებლობა გაგაჩნია შენ ადამიანად რო დაიბადე? სარკეში რო ჩაიხედები, მოგწონს თუ არ მოგწონს შენი თავი თქვი? აი ახლა იქიდე რომ მე კაცი მიყურებს, ის კაცი ცუდია თუ კარგია? თუ გინდა რომ კარგი იყოს, კარგად მოიქეცი. თუ გინდა რომ ცუდი იყოს, ცუდად მოიქეცი. რა პასუხისგებლობა გაგვაჩნია ჩვენ ადამიანობის წინაშე, რომ მე ადამიანად დავიბადე და არა ფრინველად და პირუტყვად და ასე შემდეგ. მეორე, რაც ღმერთმა შექმნა, სანუკვარი, ეს არის ჩვენი ოჯახი. ეს არის ჩვენი ოჯახი. დასანიშნო ბიჭებო და გასათხოვარო გოგონებო. გთხოვთ, გემუდარებით, იცოდეთ თქვენი მოვალეობა. თქვენ ვალი გაქვთ თქვენი მშობლების წინაშე, თქვენი ქვეყნის წინაშე, იმიტომ რომ შენ რომ მოგავლინეს, შენც უნდა მოავლინო ვინმე ამ ქვეყანაზე. და ხელი არ უნდა ჩაიქნიო ამ ცხოვრებაზე და თუ არა, წადი მონასტერში, ჩემო კარგო და ილოცე მაშინ იქ და იქ იყავი რა. პირდაპირ გეუბნებით და თუ ოჯახი შექმენი აღარ დაანგრიო. ოჯახი შექმენი, იყავი ღირსეულად, იყავი კაცურად, იყავი ქალურად და შენი ოჯახი უნდა იყოს, შენი ციხესიმაგრე, შენი მცირე ეკლესია. რატომ არის რომ კაცს სახში არ მიუხარია? რატომ არის? იმიტომ რომ იქ რაღაც დაულაგებელია, იქ არის ჩხუბი დავიდარაბა. თუ ქალბატონებს მოგმართავს, თქვენს მეუღლეებს სახში არ მოუხარიათ, ეჭვიანობას კი ნუ დაიწყებთ რა, თქვენ შეუქმენით თქვენს მეუღლეებს ისეთი გარემო ოჯახში, რომ თქვენს მეუღლეს სახში მოუხაროდეს. და თქვენ მამაკაცებო კიდევ, სახში რო გინდათ რომ წოლები ისხდნენ, არა, წაიყვანეთ ხშირად სტუმრად, სახლის კურთხევაზე, ნიშნობაში, ქორწილში და სადაც შეიძლება რომ ერთად იყოთ, ერთად იყავით, რომ შუაში ეშმაკი არ გაგვიძვრეს და ცოდვაში არ ჩაგვაგდოს. მესამე ეს არის ერი და ეროვნება. ერთი ერი იყო, ჩემო კარგებო. ზოგს გონია რომ სომხები იყვნენ, ზოგს გონია რომ ქართველები იყვნენ, არავინ არ ვიცით. ძალიან გთხოვთ რა, ეს ცოტა ისეთი პატარა ერების ის არის პრობლემა ყოველთვის, რომ აი იცი რომ ეს ქართველები იყვნენ, ის რაღაც მეგრელები იყვნენ, სვანები იყვნენ, რუსები იყვნენ, არა, არსად არ წერია, თორე არ დაგვიმალავდა ღმერთი. იყო ერთი, ერთ ენაზე მეტყველი, ერთი ერი. მაგრამ რო დაინახა ღმერთმა რომ ეს ერი გაამპარტავანდა და
ბაბილონის კოდონის შენობა მოიწადინეს, აურია ერები და ეროვნებები და გაჩნდა მრავალი ერი და მრავალი ეროვნება. ეხლა კარგად დაფიქრდით, რა ეროვნებისაც ბრძანდებით, როგორ გიყვარს შენი ეროვნება და რამდენად ეროვნული ადამიანი ხარ, იფიქრეთ ამაზე. ოღონდ შენი ეროვნება არ უნდა დააყენო ღმერთზე მაღლა, თორე ერთსაც დაკარგავ და მეორესაც დაკარგავ. ჯერ არის ღმერთი და მერე არის შენი ეროვნება და მერე არის შენი ოჯახი. შემდეგი ეს არის ჩემო ძვირფასებო მეფობა. მეფობა. დღეს რო იტყვი მეფე მინდაო დაქცინიან, ვერ ახარო შენ კარგათო. იმიტომ რომ დემოკრატიული მართლობა არის? აღარ ვინდა ეხლა ხო შორს ავართ ეგეთი რაღაცებისგან. მითხარით სად არის დემოკრატია და იქ მივდივარ მე. არ არსებობს ჩემო ძვირფასებო დემოკრატია. 4 მართლობა იყო საბერძნეთში. დემოკრატია, ანუ ხალხის მართლობა, დემონების მართლობა კი არა, ხალხის მართლობა, ოლიგარქია, ეცნობა თავად ოლიგარქია, ხო? მდიდარი კაცი რომ მართავს ყველაფერს, არისტოკრატია, ანუ განათლებული და ჭკვიანი ინტელექტუალი ხალხი რომ მართავს და მონარქია. საქართველოში საუკუნეები იყო მონარქია. მხოლოდ 2 საუკუნის წინ ერთ მორწმუნე რუსებმა გააუქმეს ავტოკეფალიას და მონარქიაც. მოგეხსენებათ ძალიან კარგად. ამიტომ არის წინასწარმეტყველება, არიცი ვისგან, როდის, მაგრამ დადგება დრო მეორეთ მოსვლამდე და საქართველოს ეყოლება ღვთივკურთხეული მეფე. ოღონდ არ ვიცი როდის, ვინ, ოღონდ ეს არ იქნება კონსტიტუციური მონარქი, ფუფალა, რაღაცა მარიონეტი, მართლა იმეფებს და მართლა იდგება პატრიარქის გვერდზე და შევა ტაძარში აღსავლის კარებით. ასეთი წინასწარმეტყველება არსებობს. ოღონდ არ ვიცი როდის, ვინ და როგორ, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არსებობს. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ყველაფერს თავის თავში მოიცავს და განაცხოველებს, ეს არის დედა ეკლესია. ღმერთმა შექმნა ეკლესია. ეკლესია არის ქრისტეს მისტიკური სხეული, ანუ საიდუმლო სხეული და ვინც ამ სხეულში იქნება, ცხონდება და გადარჩება, ვინც ამ სხეულში არ იქნება, ის წარწყმდება. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიას ვერ მოერევიან. ებრძოდნენ რომაელები, ებრძოდნენ კომუნისტები, ებრძვიან მასონები, მაგრამ ისინი გადაშენდნენ და გადაშენდებიან. ხრუშოვი ამბობდა, არ დამავიწყდეს 70-იან წლებში, რომ მე თქვენ ბოლო ღვდელს ტელევიზორით გაჩვენებთო. მაგრამ ვერ აღმოჩნდა წინასწარმეტყველი საბრალო და ეხლა ღრმა ჯოჯოხეთში ალბათ ნახულობს იქ რაც სანახავია. ამიტომ გაუფრთხილდით ჩემო ძვირფასებო მირონცხებას გონებაში, თვალებზე, ბაგეებზე, ყურებზე, ხელებზე, ფეხებზე და დავიცვათ ეს 5 რამ, რაც ჩვენთვის არის პირველ რიგში და დამერწმუნეთ რომ ჩვენ ვიქნებით ნამდვილად უძღები შვილები, ჩვენ ვიქნებით ნამდვილად მართლმადიდებლები და ჩვენ ვიქნებით კარგი ადამიანები. მე მგონი არ არის ძნელი რაც ჩამოვთვალე, ხო? ძალიან მარტივია, ძალიან უბრალო ამ ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სინერგია. ეხლა თქვენ რაც მოისმინეთ, ვიცი რომ მეთანხმებით, მაგრამ თუ ღმერთი არ დაგვეხმარა, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მოემზადეთ მარხვისთვის. მოემზადეთ სინანულისთვის, მოემზადეთ მონანიებისთვის, აღსარებისთვის, სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, თავდაბლობისთვის, რომ მერე ერთად შევძლოთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, რომ ვიზეიმოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და აბა თქვენ იცით, გელოდებით მომავალ კვირას იქნება უკვე საშინელი სამჟავროს ხსენება. ჩვენთან არის ღმერთი.